ქრისტემდე პატარა მნიშვნელოვან ეპიზოდებს გავდივართ, როგორ მოვიდა ღმერთი ჩვენს გადასარჩენად მიწაზე და ანუ პროგრამა ასე გვაქვს შედგენილი, ყველაზე მთავარი შემეცნებები ამოკრეფილი გვაქვს თქვენთვის ქრისტეს ცხოვრებამდე. და ერთ-ერთი უნიშნელოვანესი არის დღეს. ახლა ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ დავით მეფე მეფსალმუნის შესახებ, როგორ გამოარჩია და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ იყო, ესე იგი წინასწარმეტყველი სამუელი რო გამოაგზავნა ღმერთმა რომ წადი და იესეს სახში შედიო და იქ არის მეფეო და იქო გეტყვი რომელიც არისო, რო შევიდა და უფროსი რო ნახა, ისეთი ლამაზი და მოხდენილი იყო, რომ იფიქრა ეს არისო და მირონი უნდა დაესხა ზედ, როგორც ღმერთმა უთხრა, მაგრამ ეგ არ არისო, შეჩერდიო. არც მეორეზე უთხრა არ არისო, მესამეზე, მეოთხეზე და მერე სადღაც მწყემსი დავითი მოაყვანინეს სულ პატარა. იმათთან შედარებით ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ აქ უთხრა ღმერთმა საოცარი სიტყვები წინასწარმეტყველს, რომ თქვენო ადამიანებიო, ერთმანეთს აფასებთო გარეგნობითო, ანუ თვალითო, რასაც ხედავთო. ხო და მე კიო ადამიანებს ვაფასებ გულითო, ანუ შიგნით რა სამყაროა ადამიანშიო. აი ახლა ეს დავიმახსოვროთ კარგად, რომ ჩვენ ყველაზე მთავარი თუ გვინდა რომ ღმერთს უყვარდეთ, ღმერთი მოგვეხმაროს, ჩვენ სამშობლოს სასიკეთო საქმეები გაუკეთოთ და წარმატებული ცხოვრება გქონდეს სულიერი და ქართული იდეის გაცოცხლებაში, აი რასაც ჩვენი სამშობლოს ცოდნეობა მოითხოვს. ამიტომ ჩვენ გული უნდა გავისუფთავოთ, რომ ღმერთი ჩვენს გულს უყურებს თურმე. და აი ახლა დავით მეფე, ვინაიდან ღმერთმა შეარჩია, იყო გამორჩეული ყველასგან და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეფე მსოფლიოში. და ახლა უკვე არის მომენტი დავითის მეფე, დავითის შემდეგ ღმერთმა მეფედ გამოარჩია სოლომონი. ახლა მოხდა საოცრება. სოლომონს ეუბნება ღმერთი. სოლომონი ახალგაზრდა პატარა ბიჭი ხარო და ითხოვე რაც გინდა და ყველაფერს გაძლევო. დაფიქრდა კარგად, აბა თქვენს დაფიქრდით. ეს არის ძალიან საინტერესო. ანუ ღმერთმა მოგცა ჩანსი, რაც რამე გინდა ერთი რამეს თხოვე და შეგისრულებს ღმერთი. აი, ოღონდ ანუ საკუთარ თავზე, აი რაღაცა თხოვნა მაქვს რა. აი ეს თხოვნა შემისრულე ღმერთო. აი მინდა თქვათ რაღაც. ეხლა მე ცოტა ხანი ძალიან მაინტერესებს თამარ მასწავლებელო. თქვენი დახმარება დამჭირდება თუ აქ იმყოფებით, რომ არ შეყოვდეს პროცესი. ძალიან მაინტერესებს ბავშვებმა, აი სანამ მე ვიტყვი რა ისურვა სოლომონმა, ამა ვის შეუძლია ხელი აწიოს და თქვენ რას ისურვებდით. აი ნუ მე არ მინდა რომ ჯერ გითხრათ რას ისურვებდა სოლომონი, მე მინდა რომ თქვენ ვინც იცით ის კი არ არის საინტერესო. მე ეს კი არ მაინტერესებს, თქვენ ეს იცით თუ არა. მე ის მაინტერესებს თქვენ რა სურვილი გაქვთ. აი თქვენ რა გინდათ რომ პირველ რიგში მეფეთ რომ დაგადგინოთ, რა მოგცეთ ღმერთმა. აბა მოდი შევარჩიო, ბევრი ხელია აწეული, ძალიან ლამაზი ბავშვების, თამარ მასწავლებელო, თუ გნებავთ თქვენ შეარჩიეთ ვინც გინდათ, რომ ასე შეიძლება ორივეს გაგვიჭირდეს, არა, თქვენ შეარჩიეთ და ჩავთავ. მოდი, კარგი, ბარბარე იწევს ამდენი ხანი, აი პირველ გვერდზეა ჩემთან ბარბარე, ქართულად აწერია, ბარემ გვითხრა სახელი გვარი სად არის, რომ თან ერთმანეთი გავიცნოთ. კი, მაგრამ აი აუცილებლად დააწერეთ ხოლმე გვარით, რომ ადვილად შევძლო მოძებნა. მადლობა, მე ვარ ბარბარე ხარატიანი. ხაშურის რაიონის სოფელ ყოცაში ვცხოვრობ. ყველაზე მეტად ვისურვებდი, რომ ჩვენ სამშობლოში იყოს სიმშვიდე. დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო ბარბარე. და კარგი გოგოა ბარბარე ბავშვებო, რომ გათვალა ის მდგომარეობა, რაც დღეს არის საქართველოში
და ისურვა ყველაზე მთავარი, რაც ყველა ქართველს ესოდენ გვჭირდება, ეს არის ნამდვილად სიმშვიდე და ურთიერთსიყვარული და რომ ვაპატიოთ ერთმანეთს და რომ ესე იგი შევრიგდეთ და მეგობრულად ვიცხოვროთ. ბარბარე, გამორთე ჩემო სიხარულო, ეხლა შენი ხმა ისევ თორე ხმაურად მოდის. აი მასე, აბა ეხლა ვისი ხმაური შემოდის? ეხლა მოდი ერთიც თქვათ და გავაგრძელოთ. აბა ლუკა ქორიძე, ცხეთა ძალისი. მას ხოთა შორის ორი სურვილი მაქვს. მას ერთი რაც ბარბარე მაგნისა რომ სამშობლოში იყოს მშვიდობა და მეორე კიდე დედა ჩემი არის ემიგრანტი და მინდა რომ დედა ჩემი გამიბრუნდეს. შენ გენაცვალე ლუკა. ბავშვებო, მოდი ეხლა ლუკას გულები გაუგზავნოთ ყველამ. სულ ყველამ ისეთი გულები გაუგზავნოთ, რომ სითბო წამოვიდეს ლუკას გულში. იმდენი სითბო დაგროვდეს, იმდენი სიყვარული, რომ ეს სიყვარული გაფრინდეს ლუკას დედასთან, გულში მივიდეს და ლუკას დედას ისე წარემართოს კარგად საქმე, რომ ძალიან მალე დაუბრუნდეს, როგორი, ესე იგი, ნამდვილად ტკბილი და ნამდვილად ცოტა მტკივნეულიც ღრმა თემა დასვა ლუკამ და დარწმუნებული ვარ, ეს თემა ძალიან ბევრს გვაწუხებს. მოდი, კაი, ღმერთი სამობით არის და მართა ასანიძე ჭიათურიდან მესამეც თქვენ შეგიძლიათ ზოგმა მომწეროთ და მე იმას მართა ჩართე. ვებდი რომ ქართველების გულიდან არასოდეს გამქრალიყო ღმერთი. ხედა, უკვე რა სიღრმეებთან წავედით. მე მგონი სიბრძნით გადავასწარით ყველაფერს ეხლა და მოდი ეხლა დაუბრუნდეთ გავკეთილს, თორე ეს მართა მე ვიცი, ეს ძალიან ჭკვიანი გოგოა და მართლაც ნახეთ რა თქვა ამან, რომ ესე იგი საერთოდ სულიერებაში გადაიყვანა მთელი საქართველო და ასეთი სულიერი და მორწმუნე საქართველო რა თქმა უნდა მშვიდობასაც დაამკვიდრებს და რა თქმა უნდა ყველაფერი კარგათაც იქნება. აგერ მშვიდობას ვისურვებდიო და მოკლედ იწერებიან. ეხლა სოლომონმა ასეთი რამე ისურვა. მეო არაფერი არ მინდაო, სიბრძნე მომეციო, ღმერთს უთხრა. სიბრძნე მომეცი და გონიერება მომეციო. ეხლა ჩვენ ვისწავლეთ, აბა გაიხსენეთ, გონიერება არის ბავშვებო, რომ ღმერთთან რომ დაალაგებ, აი სიტუაციას, ღმერთს რომ შეიმეცნებ, ღმერთს რომ შეიყვარებ, რომ შეისწავლი ღმერთის კანონებს და ღმერთის კანონებით რომ განსაზღვრავ რომელი არის ღმერთისთვის სათნო სწორი ქმედება და რომელი არის არასწორი. ანუ შეფასებას რომ მისწავლი სწორედ რა აგიკრძალა ღმერთმა და არ შეიძლება იმის გაკეთება და რისი გაკეთება არის სწორი და რა მოგიტანს კარგს. აი ამას ქვია გონიერება. ანუ სულიერ საკითხებში გარკვევა, შესწავლა და შესრულება. ხო და აი ეგ მინდაო. მოხდა სასწაული. ღმერთს ისე მოეწონა ეს თხოვნა, რომ განსვიფრდა და უთხრა, რომ ჯერო ასეთი თხოვნაო ჩემთვის არავის არ უთქვამსო. ყველა მეუბნება სიმდიდრე მომეციო, სილამაზე მომეციო, ძალა მომეციო, ძალაუფლება, თანამდებობა, დიდება და რაღაცა მატერიალური დოულათი და ბარაქაო და შენ რა საინტერესო ადამიანი ყოფილხარო, რომ სიბრძნე მომეციო და ვინაიდან ეს მითხარიო, თელს კაცობრიობაზე, ყველა დროის თელს კაცობრიობაზე ყველაზე ბრძენი ადამიანი იქნებიო. და მართლაც ღმერთმა ვინაიდან ესე დაუმტკიცა სოლომონს ზედმეტ სახელად სოლომონ ბრძენი ჰქვია დღესაც. ანუ ითვლება, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო სოლომონი. მერე ღმერთმა უთხრა, რომ შენო ვინაიდან სოლომონო არ ითხოვე სიმდიდრეო, მე სიბრძნე რომ მოგეცი, ამ სიბრძნით შენ ყველაზე მდიდარი გახდები. მერე უთხრა, ვინაიდან შენ არ ითხოვე დიდება, შენ ამ სიბრძნით და გონიერებით ყველაზე დიდებული გახდები. და დაამკვიდრებ მშვიდობასო, თქვენ რაც ისურვეთ, სიბრძნე რომ თურმე ექნება ადამიანს, მშვიდობასაც ადვილად დაამკვიდრებს და თურმე ბავშვებო,
ამ თავისი გონება გამჭრიახობით იმდენად სწორად მიყავდა თავისი ქვეყნის პოლიტიკა, რომ საერთოდ ომები არ იყო ქვეყანაში. ეხლა ომი რატო არის ცუდი იცით? ომი როა ხო ბევრი ადამიანი მებრძოლები ხო გეხოცებიან ილია ჩემო საყვარელო. ეხლა უყურე, მებრძოლები რო დაგეხოცებიან, მერე ხო სახში დედა იტირებს. ჯარისკაცი რომ მოკვდება ხო სახში ეტყვიან აი შენი მებრძოლი შვილი გარდაიცვალა ხო გლოვა დაიწყება ტირილი მერე რამდენი მწუხარება დატრიალდება და თავისთავად ხალხი ხო ბრძოლის დროს გავგვაკლდება ჩვენ ხო და ამიტომ სოლომონის დროს ვინაიდან ომები არ იყო და მშვიდობა დაალაგა მარტო გამრავლება იყო ისეთი ძლიერი ქვეყანა შეკრა ჩემო ნინი ჯანგირაშვილო რომ საერთოდ ესე იგი მარტო მრავლდებოდა ხალხი და ძალიან ძლიერი ქვეყანა და აღშენებლობა დაიწყო და ესე იგი ყველაფრით წინ წავიდა ქვეყანა აი ასეთი და ცნობილი აი თქვენ იცით ღვთაებრივი ცეცხლი რო გადმოდის ხოლმე აღდგომა დღის წინა დღით დიდ შაბათს იცით ხო ღვთაებრივი ცეცხლი აი ის ადგილი სადაც ცეცხლი გადმოდის ეს დიდი უზარმაზარი სოფლიოში ყველაზე გიგანტი ნაგებობა არის სოლომონის აშენებული ტაძარი. მას ქვია სოლომონის ტაძარი, რომელიც შემდეგ უკვე ებრაელთა არასწორად ცხოვრებით შემოესია და დაანგრია ეს ტაძარი და მხოლოდ ამ ტაძრის კედლების ნანგრევებიღაა დღეს შემორჩენილი. ეხლა დაუბრუნდეთ სოლომონის ისტორიას და ეხლა ერთი პატარა ამბავი უნდა მოგიყვეთ სოლომონზე. ისეთი ბრძენი კაცი იყო, რომ სოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც რამე სიტუაციას გაურკვეველ მდგომარეობას ვერ ადგენდნენ, ყველა ურჩევდა, რომ წადი და სოლომონთან ჩადი და ისეთი ბრძენია, რომ ის გამოკითხავთ ყველაფერს და კარგად ლამაზად სამართლიანად სიბრძნით განაგებს, ანუ ისე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება, ანუ გაარკვევს რა მდგომარეობა. და აი ასეთი ფაქტი მოხდა. მოვიდა ორი ქალბატონი და ერთი პატარა ბავშვი მოიყვანეს. ერთი ქალბატონი ეუბნება მეფე სოლომონს. მეფეო ბატონო, მე და ამ ქალბატონსო ერთ დროს გაგვიჩნდა შვილებიო, პატარა ბიჭებიო. ხო და მაგ ქალბატონსო კარგად ვერ მოიქცაო, ეთყობა დაეძინა თუ რა მოხდაო და თავისი შვილი მოუკვდაო, პატარაო. ჩუმად მოიპარა ჩემთანო, ეს ჩემი ცოცხალი ბავშვი წაიყვანაო და თავისი მკვდარიო მომიგდო იქო. ხო და მე კიდე დამძინებოდა დაღლილსო. რო გავიღვიძეო, ჩემი შვილი აღარ იყო და მკვდარი შვილი მეწვინა მაგისიო. რა თქმა უნდა დავიწყე წივილკივილიო, გავარდიო, უთხარი ვეხვეწე, ჩემი შვილი მომიყვანეთო, მაგრამ ესე იგი აღარავინ აღარ დამიბრუნაო და ვერც სიმართლე ვერსად დავადგინეო და ასე დავკარგე ჩემი შვილიო და რაღა მექნაო, ამისი მკვდარი შვილი მე დაუმარხეო. ტყუის მეფეო ბატონო, მეორე ქალმა უთხრა. ეგ არის მატყუარა ადამიანიო და აი ესეო ქვეყანა შემიყარაო, მიგონებსო, რაღაცეებსო, ეტყობაო თავისი შვილიო, თვითონ მოკლაო, დაეძინაო და ვეღარ გაითვალისწინა რა საკეთებდაო და ეხლა უნდა რომ ამით გაიმართლოს თავიო და მე ცილს მწამებს რომ თითქოს მე შემომაკვდა ჩემი შვილი და მაგას გაუცვალეო. ეხლა მართლაც ძნელი ამბავი იყო, აბა რომელს უნდა დაუჯეროს მეფემ. ერთი ციცახის მართალი ვარ, მიგონებს არ არის ეგ მართალი, მეორე ციცახის მე მართალი ვარ. როგორ უნდა გაიგოს? და კარგ ხანას დაფიქრდა მეფე სოლომონი და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ასე ცარცით წრე შემოხაზა და შუაში ჩააყენა ბავშვი. ამ შემოხაზული წრის ერთ მხარეს ხელი გააშვერინა ამ ბიჭს და ერთ ქალბატონს დააჭერინა. აი ესე ხელი მოკიდეო უთხრა. მეორე მხარეს, მეორე ხელი, მეორე ქალბატონს დააჭერინა და უთხრა მოკიდე ხელიო. მე რომ ნიშანს მოგცემთო, 1, 2 და 3-ო.
თქვენო რაც ძალა და ღონე გექნებათ თქვენსკენ გადაგაჩეთო და ამ წრიდანო პირველი ვინც თავისკენ გადაიყვანს ბავშვს იმისი იქნება ეს შვილიო. ანუ მე ჩავთვლიო რომ ვისაც უფრო ძალიან უყვარს ეს ბავშვი უფრო მაგრად გადაკაჩავსო თავისკენ და ვინც აჯობებს და გადაიყვანსო წრიდან პირველიო ხო იმისი იქნება შვილიო. კი ბატონო ორივე მოკიდეს კარგად ხელი გაემზადნენ და აბა 1 2 და 3 რო დათვალეს და მისცა ნიშანი ერთი დედა იქით ეკაჩება მეორე დედა აქეთ და აბა ბავშვის ხოს ტკივა ბავშვებო ხელები ხო და წივის კივის ტირის ეს ბავშვი წრემლები ჩამოსდის ხო და უკვე როგორი მომენტია იცი აი ბავშვი უნდა გაიხლიჩოს შუაზე იმიტომ რომ ერთსაც უნდა რომ თავისკენ გადაიღო მეორე და უცბად დაინახავს ერთი ქალი რომ ბავშვს რო ტკივა ვერ აიტანს ამას და გაუშვებს ხელს თუმცა ჩაიკეცება და დაიწყებს ტირილს ხო და ეხლა ის მეორე ქალს ვისაც დარჩა და ვინც თავისკენ გადაიკიჭა უხარია იმას ხო დავამტკიცე რომ ჩემია მაინც ეს შვილიო ტყუილად მიგონებდაო ეგო ესე იგი მე რომ მიგონებდაო ვითომ შეუცვალეო აი როგორ დაისაჯა ეგაო და დიდი მადლობა მეფეო ბატონო ერთი წუთითო დაიძახა მეფემ აბა მოისმინეთ ეხლა განაჩენიო მე ყურადღებით დაგაკვირდით ორივეს როგორ იქცეოდით და ასეთი დასკვნა მინდა გავაკეთო ეხლა ვინც თავისკენ გადაკაჩა ეს ბავშვი იმას ეკითხება რომ შენო რომ მაგო შვილს რო ხელს მაგრად უჭერდი და შენსკენ ვერ ხვდებოდიო რომ შვილს ტკიოდაო ხელიო კიო ხვდებოდიო მაგრამო მეო მაგ ქალს მაინც არ დაუთმობდიო მერეო ხო შეიძლებაო ბავშვიო იმისგანო ხელი სულ დაზიანებოდა ან ამ სიმწრისგან მომკვდარიყო საერთოდო მზად იყავი რომ მაინც ბოლომდე გადაგეკაჩაო დიახ მეფეო ბატონო იმიტომ რომ ოღონდ მაგას არ დარჩენოდაო და მაინც მზად ვიყავი მაგაზეო რომ ბავშვი გინდა დაშავებულიყო კარგიო აბა მეორეს უთხრა შენ თუ მასე ძალიან გიყვარს და იძახიო ჩემი შვილია და მომტაცა რატო გაუშვი მაშინ ხელიო იმიტომ გაუშვი მეფეო ბატონო რომ დავინახე რომ ბავშვი ძალიან იტანჯებოდაო და არა უჭირსო მეო ბავშვს რო დაზიანებოდა ხელიო ამას მირჩევნია ისევ მაგისი იყოს და ბავშვი კარგად იყოს და მეფე სოლომონმა თქვა მე ვიპოვე ვინც არის ამ ბავშვის დედაო გამოართვა იმ ქალს და დაუბრუნა ამ ქალს ვინც ხელი გაუშვა და უთხრა რომ ნამდვილი დედა არათუ სასიკვდილო ტკივილის გამოც არ გაიმეტებს თავის შვილსო და შენ ყოფილ ხარ ამისი ნამდვილი დედა იმიტომ რომ შენ ბავშვზე იზრუნე და ამან კიო თავის ეგოისტურად განსაზღვრაო და ოღონდ თვითონ გამარჯვებული გამოსულიყო და საერთოდ აღარ დაეძებდა ბავშვს რა მოუვიდოდაო და დაუბრუნა და მერე რო უკვე გაირკვა სიტუაცია და ყველას რომ მოეწონა ეს განაჩენი იმ ქალბატონმაც აღიარა რომ მართლაც თურმე მოუპარია ეს ბავშვი და რაღაც იწავდა უკვე აღიარა აი ასე ბრძნულად განაგო სოლომონმა ეს ამბავი და ამ ამბის მერე კიდე უფრო სოფლიოში განითქვა სახელი ჩვენ იაკობ გოგებაშვილმა ასე პატარაზე შემოგთავაზა სოლომონის ამბავით სოლომონს დიდი ისტორიები ქონდა რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ეს თემა გვაინტერესებს რომ აი მან ღმერთს თხოვა მომეცი სიბრძნეო აი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის და მე მინდა რომ თქვენს ერთი შეკითხვა დაგისვათ ახლა აბა ვის შეუძლია მითხრას აი თქვენი აზრით რა არის სიბრძნე რატომ ითხოვა სიბრძნე მომეციო რა თუნდოდა ეს სიბრძნე რისთვის ჭირდება ადამიანს სიბრძნე ძალიან მაინტერესებს ირაკლი გიორგობიანი რაჭიდან იმყოფება მე მგონი დღეს პირველათაც კი ამ სხვა დროს არ მახსოვს აბა მაინტერესებს ირაკლი გიორგობიანი თამარ თუ აქ ახარ იქნებ ჩაურთა ქართულად აწერია ირაკლი გიორგობიანი მას სიბრძნე არის ყველაფრის საწყისი რაც შეიძლება ადამიანმა დაიწყოს გინდიყოს ეს რწმენა ანუ თუნდაც აი ყველაფერს ჭირდება ცოდნა
ბევრ ცოდნას კი ეწოდება სიბრძნე. სიბრძნე ადამიანს ყველაფერში დაეხმარება. დიახ, ნამდვილად ირაკლი ძალიან მას გონიჭია. ანუ ცოდნა და რა უნდა კიდე რომ ერთად სიბრძნე გამოვიდეს. ცოდნა კი, მაგრამ მარტო ცოდნა ეყოფა? აბა კიდე რა ცოდნა სჭირდება? და შრომა მას. შრომა და ცოდნა მართალი ხარ, მაგრამ კიდე რაღაცა უნდა. აი, მაგალითად შეიძლება შრომელი კაცი იყოს განსწავლული, წიგნები ბევრი ქონდეს, წაკითხული, მაგრამ ერთი ისეთი რაღაცა უნდა, რომ იმის გარეშე ბრძნათ არ იწოდება. აბა მას გონება. აბა, მოდი ახლა შენ მითხარი, გონება რა არის, რომ გავარკვიოთ ბარემ, რა ვთქვით, გონება სულიერია თუ მატერიალურია გონება? მას გონება არის სულიერი. ოჩახ და გონიერებით ადამიანმა რისთვის მისცა გონიერება ადამიანს ღმერთმა? რა საკითხები უნდა განიხილოს გონიერებით? რა უნდა შეისწავლოს, შეიმეცნოს და შეასრულოს? მას გონებით ადამიანს ევალება, რომ შეისწავლოს ახალი რაღაცეები. აბა დაფიქრდი, რა არის აუცილებელი ვისი დახმარება? წმენა მას. დიახ, ყოჩახ ჩემო საყვარელო. მოდი მაშინ ერთი ასე თქვათ შეკითხვა კიდამ მინდა გითხრა. აი წმენა რა არის? შე როგორ გესმის? წმენა არის ღმერთის, როგორ თქვა? აჰა, ღმერთის შესახებ არის, კი ბატონო. ღმერთის რო გჯერა. ყოჩა. სული და გულით რო გჯერა და არა მე მჯერა გადიხარ ქუჩაში და მე მჯერა. და ამ თუ სიტყვები. ყოჩა. ირაკლი, შენ სად იმყოფები ახლა? მას ახლა ასურეთში მას. ასურეთში ხარ, ხო? ისე რაჭველი ხარ თუ როგორ ასურეთში? მას ისე რაჭველი ვარ მას. აჰა, ანუ სკოლაში ასურეთში დადიხარ? არა მას თბილისში. ამ შაბათ-კვირას ჩამოვედი ასურეთში, ჩემს სოფელში. სოფელში ხარ ჩამოსული, გენაცვალე, დიდი მადლობა. ნამდვილად მე ახლა ნამდვილად ყველაფერი ძალიან ბრძნულად თქვა ირაკლიმ და სწორად თქვა, რას თავარია და მე ახლა გეტყვით ილია ჭავჭავაძეს რა აქვს ნათქვამი. ესე იგი, ადამიანს როცა აი ზოგიერთ მეცნიერს აქვს მარტო ცოდნა და არა აქვს რწმენა. ურწმუნოა. ანუ ღმერთის არ ასწამს. ასეთი მეცნიერი გამოდგება რამეში? ის ბრძენი ვერ იქნება, მიხვდით? მაგრამ ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი, აი ტაძარში დაადის, შეიძლება მოძღვარიც იყოს, შეიძლება მრევლიც იყოს, აქვს რწმენა, მაგრამ ცოდნა არ აქვს. ბრძნად გამოდგება ირაკლი? არა მას. არ გამოდგება. დიახ და ილია მართალმა, ილია ჭავჭავაძემ გითხრა, რომ სიბრძნე არის ის, როცა ადამიანს ცოდნაც აქვს და რწმენაც აქვს. ანუ ღმერთიც წამს და თან წიგნიც ხელში უჭირავს და კითხულობს და სწავლობს და ფიქრობს და აზროვნებს. გასაგებია, როცა ეს ორივე აქვს ადამიანს, აი ეს არის უკვე სიბრძნე და უკვე ადვილად განსაზღვრავს ადამიანი, რომელია სწორე და რომელია არასწორი. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო, უღრმესი მადლობა. ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ, კარგი ბიჭი ხარ და მადლობას გიხდი კიდევ ერთხელ. ეხლა ჩემო ძვირფასებო, მე მინდა რომ მამა ზაქარიამ სოლომონის შესახებ ორი სიტყვა მოამატოს და სიბრძნის შესახებ და მერე უნდა წაგიკითხოთ კიდევ ერთი პატარა ნოველა. მამა ზაქარიას ხმა ქართულია. კი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მშვიდობას გისურვებთ, მართლა დაგლოცოთ, კარგია რომ ესე ყურადღებით უსმენთ ბავშვებო. მოკლედ, რაც შეეხება სოლომონთან დაკავშირებით, ეს სოლომონის როგორც ბრძენი ადამიანი, ესე ყავს ასე თქვათ ბიბლიის პერსონაჟია, ძალიან დიდი და ვრცელია მასე ისტორია და მის ცხოვრება, თუმცა მნიშვნელოვანი რაც იყო, მაგაზე გესაუბრათ ლექსო და მე რაღაცას კეთვით მისი და ასე თქვათ სიბრძნისგან ერთ წაგიკითხავთ ამონარიც ასე თქვათ, რადგან მზაყვარ სულში, ნახეთ რას ამბობს სოლომონზენი, სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს. ნახეთ სიბრძნეზე რას ამბობს თვითონ
სოლომონ ბრძენი და მაგაზე გეტყვით, ანუ რატო ითხოვა სოლომონ ბრძენმა ღვთისგან სიბრძნე და არ ითხოვა თქვათ რაღაცა აი სიმდიდრე. აქ არის სარწმუნოების ასე ვთქვათ გამოვლინება. ნახეთ, ყველა ადამიანი რაღაცას ითხოვს ყოველთვის. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, ლექსოვმაც ძალიან კარგად იცის ეგ თემა და ყოველთვის უსვავს ხას და ყველა სასულიერო პირი განსაკუთრებით იმ და თითქმის ყველა საკვირაო სახარებაში არის ხაზგასმით მითითება იმაზე, რომ ადამიანი არ უნდა იყოს მატერიალისტი. ანუ ჩვენ რაღაცა გარკვეულწილად გვესაჭიროება, რა თქმა უნდა, წუთი სოფელში ეს მატერიალური რაღაც საჭიროებები, რაც გვაქვს და რასაც მოვიხვეჭ, თუმცა თავარი აქცენტი ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს გაკეთებული სულიერებაზე. იქიდან გამომდინარე, თვითონ მაცხოვარი გვეუბნება, ხო? უპირველესად ვეძიედეთ სასურველს ღვთისასა, სიმართლესა მისსა და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ, ანუ ყველაფერი მოგეცემათ თქვენ. ნახეთ, სოლომონი ისეთი წრეში გაიზარდა, რომელსაც მოდი ასე ვთქვათ, არაფერი არ უყვირდა. იმიტომ რომ დავით მეფე თავის ცხოვრება შეძლებული ადამიანი იყო და შესაბამისად სოლომონს მატერიალური კუთხით არაფერი არ უჭირდა. და მისთვის მარტივი იყო იმის გაცნობიერება თუ ასე ვთქვათ, კიდე თუ სიმდიდრეს ითხოვდა, რა შეიძლება და მომხდარიყო მის ცხოვრებაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან ბევრი ომები გადაიტანა დავითმა იმის გამო, რომ იყო ყოველთვის სიმდიდრის გამო რაღაცებს და მოქონდათ, ასე ვთქვათ, ყოველ გამარჯვებაზე ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის სიმდიდრეების ასე ვთქვათ, მითვისება და ეს სიმდიდრე მაინც და მაინც სოლომონს დიდად არ მოსდიოდა თვალში, იმ კუთხით, რომ ყოველთვის იყო საომარი და დაპირისპირების ერთ-ერთი საშუალება და აბა დავაკვირდეთ თუ ამ საუკუნეშიც და ყოველთვის ყველა საუკუნეში ზოგადად ერები და სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძვიან რაღაც გარკვეული სიმდიდრის გამო. ნუ ეხა ერები და სახელმწიფოები ერთია რომ იბრძვიან, მეორეა თვითონ ქვეყანაში არსებული, ანუ ქვეყანაში ცხოვრები ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან რაღაცა სიმდიდრის გამო, ვიღაცა ფულის გამო ებრძვის, ვიღაცას ასე ვთქვათ, რაღაცა სახელის გამო, ან პატივის გამო, ან პოლიტიკური რაღაც პარტიების რაღაც და პარლამენტი თუ ასე შემდეგ, რასაც ხედავ ჩვენ ყოველდღიურობაში და ნახეთ, ალბათ აქ მარტივია იმის გაგება, რომ სოლომონი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად გაიაზრა ის, რომ თუ ადამიანს ექნებოდა მატერიალისტური ცნობიერება და მას ექნებოდა მხოლოდ იმის სურვილი, რომ იცით რა, ეხლა ჩვენ ვიქნებით დიდრები და მერე მთელ მსოფლიოს დავიმორჩილებთ, როგორც აქვთ ზოგადად ებრაელებს აქვთ ამის სურვილი და გქონდათ ყოველთვის და დღესაც აქვთ და შეგახსენებთ იმას, რომ გქონდათ იმ მომენტშიც, როცა იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე და სწორედ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც თქვენ გაგიგიათ კიდევაც და ვისაც არ გაუგია, ვიტყვი ახლა, რომ ანუ მთავარი მიზანი ებრაელებისთვის და მთავარი სურვილი იყო, რომ იესო ქრისტე ყოფილიყო ის მეფე, რომელიც გახდებოდა მატერიალისტური თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, მეფე, რომელიც იქნებოდა ძლევამოსილი, უძლეველი, ასე ვთქვათ და გაიმარჯვებდა მთელ მსოფლიოზე და გახდებოდნენ ებრაელი ხალხი გახდებოდა სხვა ერებზე მეტი ძლიერი, ძლევამოსილი და მდიდარი, ფულით მდიდარი. რაც ესე ვთქვათ, ყველა საუკუნეში და ყველა პერიოდში ჩანდა, იმიტომ რომ ერები ერთმანეთთან იყვნენ დაპირისპირებული, შესაბამისად სოლომონ ძენი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ეს გამოცდილება ყველაფერი გადაიტანა, კი პატარა ბიჭი იყო, მაგრამ აი შესაძლებელია ითქვას, რომ ახლა ალბათ ხელში ჰქონდა ამოსული ამდენი ბრძოლები, ამდენი ომები და აი როგორც დღეს სვამენ ხოლმე, შეკითხვას ალბათ ხშირად გაიგია თქვენ, ნეტა რა გვეშველება, მე მაგალითად ხშირად მისვამენ ხოლმე უცხო ადამიანები განსაკუთრებით ან ტაქსში თუ ჩავჯდებიან, ქუჩაში თუ არა რაღაცა, რომ აი იცი გვეშველება რამე მამაო. საქმე რაშია, იცი აი ზუსტად აქ ერთგვარად პასუხს წერს სოლომონი თავისი ამ გადაწყვეტილებით. ღმერთს რომ აი მომეც ის სიბრძნე, რომელიც უშველის ჩვენ ერს, ჩვენ ხალხს. აი ეს არის ყველაზე მთავარი და სიბრძნე
და რას ამბობს, ხო, ის თუ სიბზნე არა გაქვს, სიბზნის გარეშე, ანუ ბრძენი ადამიანის გინდა წამდეს, ანუ თუ ადამიანი ბრძენი არ არის, გინდა ღმერთი წამდეს, გინდა არ წამდეს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ თუ სიმდაბლე არ აქვს და დამდაბლობა არ აქვს და ის არ ლოცულობს, არ მარხულობს, არ არის თავშეკავებული, რაც არ უნდა ბრძენი ეგონოს თავი, წარმოუდგენელია ღმერთის გარეშე. იმიტომ მან ითხოვა რა, აქ არც მეტი არც ნაკლები, ითხოვა ღვთის ძალა. ანუ სიბზნე არის ღვთის მადლი. ანუ თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ სიბზნე არის მხოლოდ ღმერთში და სიბზნე თავის თავში გულისხმობს შეიძლება ითქვას უცდომელობასაც. იმ კუთხით რომ აი სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ეს მოგიყვანათ კიდევაც ლექსომ აი ერთ-ერთი მომენტი სოლომონის ცხოვრებიდან, როცა ნახეთ როგორ დაკვირვების საფუძველზე და აი მის საფუძველზე ბავშვს როგორ მოექცა ორი ადამიანი, ადვილი გასაგები გახდა ის თუ როგორ რა გადაწყვეტილება და მიიღო და ვინ იყო ამ ორ ადამიანს შორის მართალი. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა როგორც ადამიანმა ეს არ იცოდა. ამიტომ ზუსტად ეს არის, რომ ნახეთ ადამიანთაგან შეუძლებელი თუ ადამიანი სიბზნეს ეძიებს, უკვე ღვთისაგან შესაძლებელი არის. ანუ ნახეთ, ყოველთვის გამარჯვებული არის საუკუნეები ამას ამტკიცებს ზოგადად ეკლესია და მისი ისტორია, რომ ყოველთვის გამარჯვებული არის, ვინც სიბზნით და სიმდაბლით და ღმერთზე მინდობით ცდილობს მართოს ესა თუ ის სიტუაცია. ამ შემთხვევაში გინდა ქვეყნის მართვა იყოს, გინდა ხელმწიფება იყოს, გინდა თუნდაც მარტივად რომ ვთქვათ, სადღაც ადამიანი დირექტორი იყოს სკოლაში ან თუნდაც დელი იყოს ეკლესიაში, თუ ეხლა მაგალითად დელია ეკლესიაში და თავზე რაღაც გარკვეული წარმოდგენები აქვს და სიმდაბლე არა აქვს, ვერ გამოიღებს ნაყოფს, იმიტომ რომ სიბზნე სიმდაბლით მოდის. სხვანაირად არ მოდის, ხო, წეგანაც ეკითხებოდა ლექსო ერთ ბავშვთა, ყველაზე მთავარი, თუ გინდა რომ სიბზნე შეინარჩუნო, არის სიმდაბლე. რომ სხვანაირად წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიმდაბლე, ის ეძიებს მატერიალურ სიმდიდრეს. ეძიებს ყოველთვის რას? ანუ ამპარტანულად რაცა ზღვაზე ზეგავლენა მოახდინოს და უფრო თქვარი ეს გამოავლინოს თავისი ძალები და აი რაღაცა მართოს სიტუაცია. ამიტომ ერთი რამეა ყოველთვის გასათვალისწინებელი, რომ სოლომონ ბრძენი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც რა უთხრა იცი ღმერთს, როცა მან თხოვა, რას ითხოვ შენო? მან თხოვა ღმერთს, რომ შენ იყავი ჩემთან ყოველთვის. იმიტომ რომ შენ ხარ სრული სიბზნე, შენ ხარ სრული ძალა და ვითხოვ იმას, რომ შენ არ განმეშორო მე არასოდეს. და ზუსტად აი მე რაც წაგიკითხეთ, კიდე ერთხელ გაგიმოვარდეთ, რადგან ნახეთ, რადგან, ნახე, საყვარ სულში სიბზნე ვერ შეაღწევს. საკვრობა არის აი ადამიანი რო იტყუება. საკუთარ თავს რო ატყუებს, როგონია რომ თავდაბალია, როგონია რომ თითქოს ისეთი კარგია, მაგრამ აი რაღაცას ატყუებს. საკვრობა, ანუ აი ცოტა ესე თანამედროვე იმაზე აფერისტიაო რა ადამიანი თავისთვის. წარმოიდგინე, ხო, ზაკვარი და ნახეთ შეაღწევს, ანუ აფერისტი ესეთი მატყუარ ადამიანის გონებაში სიბზნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვა დამონებულ სხეულში დაივანებს. და ნახეთ ყველაზე მთავარი, თუ ადამიანი ცოდვაზე არის, ასე თქვათ, შეყვარებული, არ არის სინანულში, არ ლოცულობს, არ მარხულობს, არ ეზიარება ქრისტეს და არ ცდილობს, რომ გამოსწორდეს და სწორ გზაზე დადგეს, შესაბამისად ვერ დაივანებს მასში სიბზნე. ეს არის ზუსტად მთავარი ასპარეზი ეს ეკლესიის და მთავარი საზრუნავი, რომ ყველა ადამიანმა შეიგნოს ის, რომ ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სასუფეველს, ვერ იქნება ნორმალური ადამიანი, თუ ის არ, ასე თქვათ, არ მიიღებს და არ ისწავლის ის სიბზნეს. იმ სიბზნეს, რაც ისწავლება ეკლესიაში, რა თქმა უნდა, წმინდა წერილის მიერ. ასე რომ სოლომონძეს კიდე ძალიან ბევრი შეგონებები აქვს, შეგიძლიათ წაიკითხოთ. გიორგი შვილი ერთ ბევრი სიბზნე და შეგონებები აქვს და ახლა ძალიან რთულია მაგის ყველაფრის ერთ-ერთ მოყვანა, მაგრამ მთავარი არის, რაც არის ის, რომ სიბზნე მოიპოვება სიმდაბლით, აღსარებით, გულწრფელი აღსარებით
და ქრისტესთან თანაზიარებით, რომ ადამიანი როცა არის ძენი, ის ყოველთვის ქმნის მშვიდობას. რასაც დღეს ბევრი ბავშვი ითხოვდა, რომ იყოს მშვიდობა და მშვიდობა არის ყოველთვის სიბრძნის გარეშე წარმოუდგენელია. მართლა დაგლოცოთ და სოლომონის ადლი შეგვეწიოს და ის სიბრძნე, რომელიც ითხოვა მან, ყოველთვის იყო ჩვენთან იმისათვის, რათა გადავცეთ სხვა ადამიანებს და ვიყოთ მშვიდობაში, თანაცხოვრებაში და სიყვარულში. მე ახლა წერილები წავიკითხე აქ თქვენი გამოგზავნილი და 2-20 სიტყვით ესე იგი გაგაცნობთ მას. უმეტესი ბავშვები, ჩემო ძვირფასებო, წერენ რომ ითხოვენ მშვიდობას, აი რომ ღმერთს ძალიან ბევრ ადამიანს ყავს მშობლები ემიგრაციაში. ეს ჩვენ ვიცით ისედაც და აქაც ბევრნი არიან და აი მაგალითად ბარბარე წერს რომ ჩემი დედიკო ემიგრანტია და მინდა რომ მალე ჩამოვიდესო. ესე იგი ძალიან საინტერესო წერს ქეთი ზანგურაშვილი ალბათ გაჭირვებულს მინდაო რომ ერთი პორით დავეხმარო, ანუ სურვილი აქვს რომ დაეხმაროს ადამიანს. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ღმერთის მშვიდობას, რწმენას და დედიკოს ჩამოსვლასო, აქაც კიდევ ეს ტკოცადან სოფოქ წერს. მე მას უსურვებდი რომ ჩემი დედა და მამა ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ლაშა კიკვიძე და ჩემადამ დაილაპარაკოსო. ეთყობა პატარა და ყავს თუ უჭირს საუბარი, ხო მე გავარკვიოთ ესენი ჩემო ძვირფასებო. ძალიან ესე იგი საინტერესო არის დავით გაგნიძე, მე წაგიკითხეთ დავით გაგნიძის ნაწერებიც და მე ვისურვებდი ქართველი ხალხი დაბრუნებოდნენ საქართველოში და წართმეული ტერიტორიები დაიბრუნონო, რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია რომ ჩემო გივი მასწავლებელო თბილისის 123 სკოლიდან ჩაგვერთვენ ბავშვები. გიორგანაშვილი აქ, ანისია, რომელიც ასევე მთელ მსოფლიოს მშვიდობას უსურვებს. აი ასეთი საინტერესო ესე იგი წერილებია, ითხოვენ რომ აი რწმენას ვისურვებდი, უფლის სიყვარულს, სიბრძნე, აი ბავშვებმა სიბრძნეთ ისურვეს და სიბრძნე ყველას ჯობიაო და როგორც მამაო გითხრა ზუსტად სიბრძნის არსი იმაშია რომ ჩვენ ღმერთის გარეშე არ ვიყოთ. აი ლუკა მაზიაშვილი ზუსტად ამას წერს. მე მინდა რომ ყველა ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყოსო. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, რა კარგი ბიჭი ხარ. ქეთევან ქართველიშვილი წერს, მე მინდა რომ ქართველი ემიგრანტები ჩამოვიდნენ საქართველოში და შევკრათ ერთი დიდი სამართლიანი ქვეყანა. ბარემ ქეთევანზე რომ იდგა საუბარი ჩემო ძვირფასებო, მინდა ქეთევანის ნაწერი მაქვს თქვენთვის გადანახული, მინდა წაგიკითხოთ ქრისტეს შობაზე რა საინტერესო რამ დაგვიწერა. რომ ქრისტეს შობა განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი, ესე იგი თვალსაზრისითაც არის საინტერესო. ეს დღე გულის სიღრმეში მშვიდობას, სიყვარულს და მოყვასის პატივისცემას აღძრავს. ნახე რა საინტერესოა, ანუ მარტო გარეგნული კი არ არის, რასაც ადამიანები უყურებენო. ქეთევანმა დაინახა, რომ შიგა დატვირთვა უფრო მეტი აქვს ამ დღეს. შობის დღე ადამიანებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ მოახდინოს საკუთარი გულების გაწმენდა. იმიტომ გული თუ წმინდა არ არის, ღმერთი როგორ შემოვა გულში, მათ შეუძლიათ დაიწყონ ახალი ცხოვრების გზა, ნაბიჯები გადადგან ახალ ცხოვრებაში. ესე იგი, თუ რამე პრობლემები აქვს და ცოდვები აქვს, ცოდვათა მონანიება რო შეძლონ და ახალი ცხოვრების დაწყებაო. აი ასეთი საინტერესო წერილია. ბარემ წერილზე რომ მიდგა დღეს კიდე შენახული მაქვს ჩვენი ლაზარე დევლარიშვილი, მეოთხე სკოლაში მე ვასწავლი პარასკევს ბავშვებო და ისეთი ლამაზი ნაწერით მომიტანა, აი დახატული ასოებით დაწერილი მომიტანა ლაზარემ, ჩემო ძვირფასმა. ლაზარი აქ იმყოფება და მე ერთხელ გონი გითხარით კიდეც რომ ლაზარეს ყავს 2 და, უფროსი და უმცროსი და. ხო და თვითონ მეოთხე კლასშია და კიდე უფრო პატარა ყავს და წირვა ლოცვას არ აცდენენ. მთელი ოჯახით ყოველ კვირა რუსთავის სიონში ეზიარებიან მთელი ოჯახი და ერთხელ მომიყვანა რომ ჩემ და საქმე აქვს ამ პატარა გოგოზე. მოვიდა და მითხრა რომ
მასო თუ შეიძლება მე პატარა კი ვარო, მაგრამ ლაზარესთან ერთად გაკვეთილებზე რომ ვიარო და დაყვება ეს პატარა ანგელოზი გოგო და ძალიან მახარებენ. ეხლა წაგიკითხოთ მორწმუნე კატო. ასეთი ესე იგი პატარა ნაწერია. იყო და არა იყო რა, ღვთისუკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი პატარა გოგონა სახელად კატო. ის ყოველ შაბათ-კვირა სამლოცველოში ან ეკლესიაში დადიოდა, ანუ იგივე ეკლესია. მას ყოველთვის უნდოდა მთლიანი საქართველოს წამებოდა ღმერთი, ყველანი მორწმუნე რო ყოფილიყვნენ საქართველოში. მერე მან გადაწყვიტა თავისი მეგობრები ეკლესიაში წაეყვანა. აქ ყავს ერთი ჩემი მეგობარი ნია, საყვარელი რუსთაველი ნია, რომელიც ბავშვებო ასევე ყოველ კვირა მოდის ზიარებაზე და ხან ვის მოიყვანს ხოლმე მთელი ნათესავები, მეზობლები, სულ ყველა ტაძარში მოიყვანა. თან წინასწარ მეტყვის ხოლმე დღეს ეს მომყავს, ხვალ ეს მომყავს, აი ეხლა ეს მომყავს, თან გამახარებს ხოლმე. ყოველთვის ყველაზე პირველი მხვდება, იმიტომ რომ მაგარი სწრაფი გოგოა და რო დამინახავს, გამოვარდება ხოლმე, რომ არავინ მოასწროს, პირველი ყოველთვის ჩამეხუტება ხოლმე. ხო და აი ნიასავით ყოფილა და წამოიყვანა ამ გოგომო კატომ ლუკა და ნიაო. ბავშვებმა, რომელმაც არ იცოდნენ, რა იყო სარწმუნოება, ასწავლა მათ, ეკლესიაში მიიყვანა. ხო და ეხლა მათ დაინახეს, რომ ეკლესიასთან მარტოსული გამხდარი ჩიაკაცი იჯდა. ნიამ და ლუკამ, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასი იყო, ფული ჰქონდათო წამოღებულიო და არ იყიდეს თავიანსი კამფეტები რაღაცები და ამ მათხოვარს მიცეს. ხოლო კატომ კი იესო ქრისტეს ხატი გაუწოდა ამ მათხოვარს. ილოცე ამ ხატის წინაში. თან უთხრა. კაცი დაფიქრდა მის სიტყვებზე და მეორე დღესვე დაიწყო ეკლესიაში სიარული. ანუ ამ ხატმა იმხელა მადლი შესძინა, რომ ამ მათხოვარი კი იჯდა გარეთ, მაგრამ ტაძარში არ დადიოდა და როგორცვე დაიწყო ეკლესიაში სიარული, გამოუსწორდა მდგომარეობა და ბავშვებმა რამოდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაინახეს ის კაცი. კაცი მივიდა კატოსთან და მადლობა გადაუხადა, რაგან თვალები აუხილა ამ ბავშვმა. ბავშვებიც მიხვდნენ, რამხელა ძალა ჰქონია სარწმუნოებას. აი ესეთი ლამაზი ტკბილი საყვარელი. დიდი მადლობა ლაზარე ჩემო საყვარელო. აბა ეხლა მოემზადეთ, უნდა წაგიკითხოთ, ესე იგი საგანგებო, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ესე იგი სააზროვნო ტესტები გვაქვს თქვენთვის შერჩეული, ჩემო ძვირფასებო და ამა ყურადღებით მომისმინეთ ეხლა, რომ ესე იგი წაგიკითხოთ, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ამის გარჩევაში მონაწილეობა. ცხოვრობდა ქვეყნად ორი მეგობარი. ერთმანეთზე უკეთესი მეგობრები არც ერთს ყავდა და არც მეორეს, ანუ ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთმანეთში ძლიერი კამათი მოუვიდათ და ერთმა მეორეს სილა გააწნა გაბრაზებულზე. მეორეს ეტკინა, მაგრამ დაითმინა, ხელი არ შეუბრუნა, თუმცა იქვე ქვაზე დაწერა. ქვაზე არა, ქვიშაზე, ანუ ზღვის პირას მიდიოდნენ, ჩაირბინა და ქვიშაზე ხო ტალღებია ესე, ხო იცით ქვიშაზე? ხან ტალღები შემოვლენ, ხან გავლენ. ხო და ქვიშაზე იქ ლამაზად დააწერა. დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სილა გამაწნა. ასე დააწერა. შემომკრავ რა ჩვენებურად. გავიდა გარკვეული ხანი და ისინი ტბაზე ბანაობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ფეხზე ძარღვი გაენასკვა. ანუ სილა რომელსაც გააწნეს და წყალში ჩაძირვა დაიწყო. მეგობარმა უშველა და ცოცხალმკვდარი ნაპირზე ძლივს ამოათრია. როცა გადარჩენილმა სული მოითქვა, წამოდგა და ქვაზე ამოტვიფრა, ანუ დაწერა უკვე ქვაზე, ქვიშაზე კი აღარ და ქვაზე ამოტვიფრა, ალბათ იმით, ლურსმით. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა დღეს სიკვდილს გადამარჩინა. ეხლა პირველმა უთხრა, როდესაც პირველად გაწყენინე და დაგარტყი, შენ ქვიშაზე დაწერე. ახლა კი ქვაზე. რატომ? ეკითხება მას მეგობარი. ახლა პასუხს ველი თქვენგან. აბა რას ნიშნავს ეს, რომ ესე იგი ერთ შემთხვევაში დაწერა ქვიშაზე
მეორე შემთხვევაში დაწერა ქვაზე. აბა რას ნიშნავს ეს და რას გვასწავლის? ძალიან მაინტერესებს მოусმინო ერთი ძალიან საყვარელი ჭკვიანი გოგონა გვისმენს მანანა მასწავლებელო თუ თამარი დაგვიბრუნდა. აბა თუ იპოვე ეს გოგონა რამდენი ხანია? აფარლექსო მასწავლებელი. აი ლიზიც ქვიტიშვილი ისეთი ყურადღებით მისმენს ეს ბავშვი და თან მაინტერესებს სად არის ლიზი. აბათ ქართულად აწერია, ჩემთან მეორე გვერდზეა. ლიზი, აუგა ჩაგირთო საყვარელი. სად ცხოვრობ შენ ლიზი? მე თბილისში ცხოვრობ. თბილისში. 133 სკოლაა შენი? დიახ. აბა გისმენ ჩემო ძვირფასო. ჩემი აზრით პირველ ჯერზე იმიტომ დააწერა ქვიშაზე, რომ სიბრაზე ასე რომ ვთქვათ, დროთა განმავლობაში გადის ხოლმე მაგალითად მეგობრებთან თუ ხარ გაბრაზებული, შეიძლება მეორე დღეს ან ერთმა ბოდიში მოვხადოს, ან შენ მოვხადე ბოდიში, მაგრამ როდესაც სიკეთეს აკეთებ, რა თქმა უნდა, ეს სიკეთე ყოველთვის დარჩება, თუნდაც შენ გულში, ან მეორე ადამიანის გულში. შენი აზრით ლიზი რატო გააკეთა ასე? ჩემი აზრით იმიტომ გააკეთა, რომ იცოდა, რომ ეს მეგობარი მაგალითად არ გააკეთებდა ისე, რომ თავისი მეგობარი მომკვდარიყო და იცოდა, რომ ისე ძალიან გაბრაზებული არ იყო, რომ მაგალითად თავისი მეგობარს რა ვიცი, რომ რო არ დაეკარგა, ხო? ანუ ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ცუდი რო დამახსოვრებოდა, ხო ვეღარ იმეგობრებდა, ესე იგი უნდოდა რომ კარგი, აბა მის შეუძლია ამაზე რომ დაამატოს, ანუ რაც ითქვა, ჩემო ძვირფასებო, იგივეს ნუ გავიმეორებთ. თუ რამე სხვა აზრი, რომელიც ისეთ აზრს სიტყვის, რომელიც არ თქმულა, აი ესენი დავამატოთ. აბა გადავხედოთ, ვაკო ხახვიაშვილი მაინტერესებს ერთი პატარა ქანდიდან რას სიტყვის ეს ლამაზი კაცი. ვაკო ხახვიაშვილი ქართულად. ბავშვებო, ჩართეთ, მე გირთავთ მაშინვე. ჩართო. ლექსომას ქვიშაზე და ჩვენ მაგალითად ანტოფის დაიშლებოდა ქვიშაზე და მე ქვაზე და სამუდამ დაწევოდა ქვაზე. ხო და რატო აკეთებდა მასე? ქვიშაზე ყოფილიყო ესე დაიშლებოდა დროთა განმავლობაში, მაგრამ ქვაზე დარჩენ ქვაზე დაიწერა დარჩებოდა სამუდამ და სამუდამ მეგობრები იქნებოდნენ. ანუ მეგობრობა რო დარჩენოდათ, ამიტომ იქცეოდა ასე. კარგი, ჩემო ძვირფასო, დიდი მადლობა. მოდი ჯანელიძეები ვერ ისვენებენ კახაბერი და დავითი, ჩაურთოთ ერთი და იცით რა დავადგინოთ, ბიჭებო. რას გვასწავლის ეს ნაწარმოები? მამაო, ანუ ეს რო დაწერა, ანუ ის იმას იგულისხმება, რომ ანუ ქვიშაზე რო დაწერა იშლება და ანუ ამას უნდა რომ ამიტომ მოიხატა, რომ თავის გონებაში წაშლიდა ამას, რომ მეგობარმა სილა გააწნა და ქვაზე რო დაწერა იმის აღნიშვნა უნდა რომ მას ამუდამ ამახსოვრდებოდა, რომ მას სიკვდილის განიხსნა. დავით, ნახე, ესა დასკვნა გავაკეთოთ. ანუ ეს რა გვასწავლა, აი ცხოვრებაში როგორ გამოვიყენოთ ეს? რა და ანუ ჩვენ როდესაც სიკეთეს გავუკეთებთ, არ უნდა დავიწყოთ და როდესაც რამეს დაგვიშავებენ, უნდა დავიწყოთ. აჰა, აი ეგ არის დასკვნა. ოჩახ, ჩემო ძვირფასო, დიდი მადლობა. ანუ დასკვნა ასეთი გავაკეთოთ. ჩვენ ხო ბავშვებო, ყველანი ცოდვილი ადამიანები ვართ. და ჩვენ სირგულივაც ადამიანები ხო ცოდვილები არიან და ყოველთვის კარგად როგორ მოიქცევიან. ანუ თუ რამე შეეშალათ და კარგად ვერ მოგვექცნენ, უნდა დავივიწყოთ ის, იმიტომ რომ გავიხსენოთ, რომ ჩვენ ხო ადამიანები ვართ, რა ვქნათ, სრულყოფილი არც ერთი არა ვართ. ვაპატიოთ მალე და თან დავივიწყოთ. აი ამას გვასწავლის. მაგრამ როცა რამე კარგს გაგვიკეთებენ, თქვა სიკეთეს, ის კი სულ გვახსოვდეს და აი ასეთი პრინციპით ვინც იცხოვრებს, სულ ბევრი მეგობრები ეყოლება, არ დაკარგავს არც ერთ კარგ ადამიანს და ბევრი მეგობრები
აბა კიდევ ერთი უნდა წაგიკითხოთ, აბა მოემზადეთ. ახალგაზრდობის საიდუმლო. ეს მასწავლებლებს უფრო გამოადგებათ, მე მგონი. აბა მოусმინოთ ყურადღებით და მე მგონი მშობლებსაც, პაპა-ბებიებსაც გამოადგება. თქვენც იმიტომ რომ სულ ახალგაზრდები რო იყოთ, ხო გინდათ რომ ლამაზები იყოთ, გოგონები. აბა ნახეთ ახლა საიდუმლო უნდა გავამჟღავნოთ. ერთ მოხუც და დაბრძენებულ ქალბატონს შვილიშვილებმა ჰკითხეს. ბებოს რა, ბებო, შენ ასეთი მძიმე ცხოვრება გვაქვს გავლილი. გულით კი ჩვენზე ახალგაზრდა ხარ. ახალგაზრდობის რაიმე საიდუმლოს ხომ არ ფლობ. რა იციო, ასეთიო, რომ ასე სულ ახალგაზრდად გამოიყურებია. კი, ჩემო კეთილებო და საყვარლებო. ყველაფერ კარგს, რასაც ვინმე მიკეთებდა, გულის ფიცარზე ვიწერდი. ცუცს კი წყალს ვატანდი. პირიქით რომ გამეკეთებინა, ჩემი გული საშინელი წყლებით იქნებოდა სავსე. ახლა კი გულში კეთილსურნელოვან სამოთხეს ვგრძნობ. ღმერთმა ჩვენი ორი უძვირფასესი უნარი მოგვანიჭა. დამახსოვრება და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერება მოითხოვს მის დამახსოვრებას. რაო, როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერება მოითხოვს, ხო, მის დამახსოვრებას, ხოლო ბოროტების შემთხვევაში სიყვარული მის დავიწყებას გვავალებს. ანუ ცუდი უნდა დავივიწყოთო მალე და კარგი უნდა გვახსოვდესო. აი, ესე იგი, როგორი საიდუმლო ვისწავლეთ. მაშინ მე ერთ შეკითხვასაც დავსვამ და დღეს ამით გაკვეთილს დავამთავრებ და თამარ მასწავლებელი მოამზადებს ამასობაში ერთ ძალიან პატარა საინტერესო მულტფილმს. მაშინ კითხვა ასეთია, აბა ვინმე ტყვის, რა ყოფილა ახალგაზრდობის საიდუმლო? რა უნდა გავაკეთოთ, რომ სულ ახალგაზრდებად გამოვიყურებოდეთ ლამაზად და კოპწიათ და დახატულად და საინტერესოდ. აბა ჩავრთოთ ისეთი ბავშვები, ვისაც არ ვიცნობთ, რაღაცა ძალიან საინტერესო ახალი ბავშვები შემოგვიერთდნენ. აი ჩვენი საყვარელი ლაზებით აქ არიან, ჩემი საყვარელი თეკო არის ეს, მემეშიშები. აბა მოდი ეხლა უთხრათ. ავინახოთ ვისა აქ ხელი აწეული. მოდი ეხლა ვკითხოთ ისეთ ადამიანს, ვისაც ხელი არ აქვს აწეული, მაინტერესებს რა გამოვა. აბა თამარ, მოდი ვკითხოთ. მარტო ხატია რო აწერია, არ ვიცი და თან გავიცნოთ ეს ქართულად ხატია აწერია, სად არის ეს ხატია, რა გვარია, სად იმყოფება, გავიცნოთ ლამაზად. ქართულად აწერია ხატია მარტო. ქართული აქვს ხმა. გამარჯობეთ, მე ხატია კვარცხიშვილი ვარ, მცხეთის რაიონის სოფელ მიჩვისიდან. ჩემი აზრით ამ ამბავის ეს თავარი სათქმელი იყო ის, რომ ის ქალი იმიტომ ქონდა სულ ახალგაზრდობის სახე, რომ ცუდ ამბავს წყალს ატანდა სულ და კარგ ამბებს კიდე იმახსოვრებდა. ხო, ხატია, ჩემო ძვირფასო. ესე იგი, რა ორი მთავარი უნარი გვაქვს ამ ნაწარმოებში რა წერია ადამიანს და როგორ უნდა გამოვიყენოთ? აბა გაიხსენე. ორი მთავარი უნარი. აბა რომელია ეს ორი უნარი? სიკეთე და ბოროტება. დიახ, და რომელი უნდა დავივიწყოთ? ბოროტება უნდა დავიწყოთ და სიკეთე უნდა გვაქვს. ხო, ესე იგი, ნახეთ ახლა ეს ორი უნარი არის დავიწყება და დამახსოვრება. ახლა პირიქით შევატრიალოთ, რაც მოყევი. აბა რომელი, ახლა პირიქით თქვი ეგ ნათქვამი? ბოროტება უნდა გვახსოვდეს და სიკეთე უნდა დავიწყოთ. ხო, აბა შენ თვითონ თქვი კიდე ერთხელ, გაიაზრე კარგად.
პირიქით გეთქვა ეხლა მე ვიცი რაც თქვი, მაგრამ გონი პირიქით გეთქვა, ხო? ანუ ესე იგი, რომელი უნდა დავიმახსოვროთ? სიკეთე. სიკეთე დავიმახსოვროთ. ხატია, რა გვინდა რომ სიკეთე დავიმახსოვროთ? აბა შენ თვითონ თქვი. აი, გულში რაც მეტი სიკეთე გვაქვს, რისთვის არის კარგი? ჩვენი როგორ ჩვენი გულისთვის არის ხასიათზე ნახე თუ გულში სიკეთეა და სიკეთეები გახსოვს, ხო, სულ ხალისიანად იქნები და ბედნიერად. გინახავ შენ ასეთი ადამიანი, რომ ბოღმა, მწუხარება, სულ რაღაცა ცუდი ახსოვდეს. გინახავს ასეთი ადამიანი? არა. ხო, აი ღმერთმა არ გაჩვენოს. ხო, სამწუხაროდ ასეთი ადამიანებიც ბევრია ამ ქვეყანაზე. იმ ასეთი ადამიანებმა აი რაღაცა რომ ცუდი ამბავს გაიგებენ, მთელი ცხოვრება ახსოვთ. გაგიგიათ ასე რომ იტყვიან ხოლმე, ამას მე ვერ ვაპატიებ, ამის პატიება მე არ შემიძლია და ასე შემდეგ იციან და საწყალი მათ გულში ბავშვებო, სულ სიბნელეა, სულ უკმაყოფილობა, უმადურობა და ასე შემდეგ და ადამიანი, როდესაც მადლიანია, ყველას უღიმის, ყველას სიკეთეს აკეთებს, რა თქმა უნდა, ბედნიერი და ხალისიანიც არის. აბა თამარ მასწავლებელო, ერთი აბა ჩავრთოთ ბალავარიანის მულტფილმი. ლექსო ხატია აღსარებელი, მაზიარებელია, აქტიური. ნიჩბისი სკოლიდან ძალიან ჭკვიანი და ხელოვანი გოგოა სხვათა შორის. ძალიან შეგვიყვარდა მაგარი გოგოა და ჩავიხუტებთ მე მაგას გულში ჩავიმახსოვრე კარგად. ჭკვიანი გოგო. მოგითხრობთ თუ როგორ არის შესაძლებელი წუთი სოფლისგან თავის დახსნა. ერთი ქალაქის მცხოვრებლებს ასეთი ჩვეულება ჰქონდათ. მოიყვანდნენ საიდანმე უცხო კაცს და ერთი წლით მათს ქალაქში გაამეფებდნენ. სტუმარს, რომელმაც მათი ყოფა ცხოვრებისა და წესჩვეულებების შესახებ არაფერი იცოდა, თავისი უმეცრებით დაუსრულებელი ეგონა შეთავაზებული მეფობა. დაუდევრად იწყებდა ჭამასმას და განცხრომას ეძლეოდა. რადგან ანებივრებდნენ და არც კი ცდილობდა ქალაქის მკვიდრთა წესჩვეულებების გარკვევას. ერთი წლის შემდეგ ქალაქის მკვიდრნი მოულოდნელად შეიპყრობდნენ მეფეს, ტანთ გახდიდნენ, გააშიშულებდნენ და შერცხვენილსა და შეურაცხყოფილს ქალაქიდან გააძევებდნენ. გაგდებულს აღარაფერი გააჩნდა, არც საჭმელ სასმელი და არც შესამოსელი. ვერც ვერაფრით ვეღარ შველოდა თავს. განცხრომა და სიხარული კი სინანულითა და მწუხარებით ეცვლებოდა. ასეთი იყო ამ ქალაქის ჩვეულება. და აი ერთხელ ქალაქის მცხოვრებლებმა მათი ჩვეულებისამებრ ქალაქში ახალი მეფე დასვეს. ეს კაცი ბრძენი აღმოჩნდა. როგორც კი გაამეფეს, დაინახა თავისი უცხოობა. დაინახა, რომ არ იცნობდა ქალაქის მკვიდრთა წესჩვეულებებს და რომ ვერ იქნებოდა მათზე დაიმედებული. ამიტომ ისეთი კაცის ძებნა დაიწყო, რომელიც ამ ქალაქის ჩვეულებებში გაარკვევდა. მალე იპოვა ერთი სანდო კაცი და მას გაანდო თავისი გასაჭირი, რომ არ ჰქონდა ქალაქის მკვიდრთა ნდობა. ამ კაცმა ქალაქის მცხოვრებთა ჩვეულება იცოდა და ფარულად გაუმხილა მეფეს, თუ რა ელოდა ერთი წლის შემდეგ. მე გეტყვი როგორ უნდა მოიქცე. ახლავე დაიწყე შენს ხელთ არსებული ხაზინიდან ყველაფრის გატანა, რისიც აღებაც შესაძლებელია. ოქროსი, ვერცხლის, ძვირფასი თვლებისა და რჩეული ჭურჭელის. და ეს ყველაფერი იქ შეინახე, სადაც ერთი წლის შემდეგ მეფეებს აძევებენ ხოლმე ამ ქალაქის მცხოვრებნი. რათა გაგდების შემდეგ ყველაფერი იქ დაგხვდეს გადანახული. თუ კი ასე მოიქცევი,
მომავალშიც უჭირველად და უდრტუნველად იცხოვრებ და არც იმ მეფეებივით დამწუხრდები, რომლებიც შენამდე მეფობდნენ ამ ქალაქში. მეფე სწორედ ისე მოიქცა, როგორც ბრძენმა და გონიერმა კაცმა ურჩია. ერთი წლის შემდეგ ქალაქის მცხოვრებლებმა მათი ჩვეულებისამებრ ქალაქიდან გააძევეს მეფე და იმ ქვეყანაში გააგდეს, სადაც საიდუმლოდ გაგზავნილი ქონება ინახებოდა. მეფეს ყველაფერი გადანახული დახვდა და ამიერიდან შვებითა და განცხრომით ილხენდა დაუსრულებლად. აღარც მოქალაქეთა შიში ჰქონდა და არც რაიმეზე ზრუნავდა. უსარგებლო და მუდმივი მწუხარებისგანაც გათავისუფლდა. განგიმარტავთ იგავის ფარულ აზრს. ის ქალაქი ამაო წუთის სოფლის სახეა. ქალაქის მკვიდრნი კი ამა სოფლის მყრობელი ბოროტის სულები, ეშმაკები, რომლებიც უამრავ მაცდუნებელ სიამოვნებას სთავაზობენ უგნურებს. მათაც მარადიული, დაუსრულებელი ჰგონიათ მათი განცხრობა. ემსგავსეთ თქვენს იმ ბრძენ და გონიერ მეფეს, რომელიც არ ენდობოდა უცხო ქალაქის მაცხოვრებლებს და არც მათგან შეთავაზებულმა მეფობამ მოინადირა. დღეიდან შენს იღვაწე, რათა თავიდან აიშორო იმგვარივე საშინელი განსაცდელი. სულ ბოლოს მინდა გაგაცნოთ და გავიგონოთ ერთი ქეთევან ქართველი შვილი, როგორი გოგოა, ჭკვიანი გოგო როა, თქვენ უკვე მიხვდით, რომ ესეთ კაი ნაწერებს რო გიწეს და ამა ქეთევანი გითხარი სადა ხარ, რა ხდება თქვენსკენ და ბოლოს რა ვისწავლეთ, აი დღეს სიბრძნეს რას წარმოადგენს და ბოლო მულთვილმაც რა გვასწავლა, რომ როგორ ვიცხოვროთ, რომ ესე იგი დავიმკვიდროთ ჩვენი დაკარგული სამოთხე. გამარჯობა, მე ვარ ქეთევან ქართველიშვილი ძალისიდან. დღევანდელმა გაკვეთილმა გვასწავლა, რომ რაც გვაქვს, უნდა მოვიხმაროთ კარგად და არ უნდა გავაკეთოთ ცუდი იმით. აბა რა იგულისხმება კარგი და ცუდი რა არის? ვინ იცის სიბრძნე? არ უნდა ვენდოთ სხვებს, ვისაც არ ვიცნობთ და არ ვენდობით ძალიან. აბა შეიძლება იცნობდი ადამიანს, მაგრამ გითხრას, რომ სიკეთე არ გააკეთო, უნდა დაუჯეროთ? არა. ესე იგი ვინ იცის? აი ადამიანმა იცის ხვალ რა მოხდება? არა. აბა ვინ იცის ეს? ღმერთმა. ოჩახ ჩემო საყვარელო. ხო და ღმერთმა ჩვენ სად დაგვიწერა ეს როგორ მოვიქცეთ და როგორ არ მოვიქცეთ? გულში. კი, რა თქმა უნდა, გულში წყდება ყველაფერი, მაგრამ აი ეს კანონებს რა დავარქვით ჩვენ, ის კანონები როგორ უნდა მოვიქცეთ? ღმერთმა ხო კანონები მისცა ადამიანს. რა ქვია ამას? აგე დაგვიწერეს. ხო, 10 მცნება დაგვიწერა. მიხვდი ჩემო საყვარელო და ვინც 10 მცნებას დაიცავს, ყურადღებით იქნება, ღმერთი რა სიტყვის იმას შეასრულებს, ბრძენი ადამიანი ეგ გამოდის. ესე იგი, აი დაიმახსოვრეთ, რომ თან უნდა წმენა ვიქონიოთ, წმენა რას ნიშნავს, რომ სარწმუნოება, ხო? რასაც ეკლესია გვასწავლის. ანუ უნდა ტაძარში ვიაროთ, რამდენი ჭუჭყი დაგვიგროვდება, გავისუფთავოთ გულები და ესე იგი აღსარება, ზიარება ხშირად მივიღოთ, რომ ღმერთი შემოვიდეს ჩვენში და დაცული ვიყოთ ბოროტი ძალისგან. ხო და ასევე თუ გვინდა რომ სიბრძნე გამოვიჩინოთ, თან ცოდნაა საჭირო, ანუ კარგი სწავლა. აი სადაც თქვენ სწავლოთ, რაც გევალებათ, რომ ის კარგად ისწავლოთ და თან ეკლესიაში ციაროთ. აი ეს არის სიბრძნე. გასაგებია, ვინც ასე გააგრძელებს ცხოვრებას, აუცილებლად სიბრძნეს მისცემს და მიანიჭებს ღმერთი. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, ძალიან კარგი და ჭკვიანი ბავშვები ხართ. მადლობა თქვენ. ჩვენი ციფრი საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით ხელმძღვანელებს ელენე ნინოშვილს მინდა მოუხადო, რომელმაც ჯგუფი შექმნა,
მეხუთე კლასელი გოგონა, ეს ჩემი მეგობარია სამყარელი და ჯგუფი შექმნა მეოთხე კლასელებიც შეიყვანა, მეხუთე კლასელები და ბევრი ბავშვი შემოიყვანა. ასევე ნინო მასწავლებელი, რამოდენიმე ნინო მასწავლებელი ყავს ცხეთიდან, შაშიანიდან და სხვადასხვა სოფლებიდან. მე ვიდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ შემობრძანით. ასევე ირაკლი მასწავლებელს თბილისიდან რამდენი ბავშვი ყავდა ჩართული, როგორი ჭკვიანი ბავშვები შემოგვიყვანეთ ირაკლი მასწავლებელო, დიდი მადლობა.